მოგესალმებით, მე ვარ ნიკა ვაჩეიშვილი, თქვენ უყურებთ სპორტლაინის YouTube არხს. დღეს არის საიუბილეო მე-10 გადაცემა და სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ყოველი გამომწერი ჩვენთვის არის დამატებითი мотиваცია. დღეს თქვენ ნახავთ ტოპ 10 კრიმინალ ფეხბურთელს და იქნება ძალიან საინტერესო ვიდეო და შემდგომშიც აუცილებლად შემოგთავაზებთ ბევრ რუბრიკას და საინტერესო ტოპებს. ზოგადად მსოფლიო ფეხბურთელებს ხშირად აქვთ პრობლემები კანონთან, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთელები მართლა სულელური მიზეზების გამო ინგრევენ კარიერას. სწორედ ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ ტოპ 10 კრიმინალ ფეხბურთელს. მე-10 ადგილზეა უსმანე დრამი. დიდი ალბათობით არ გსმენიათ ამ ფრანგი ფეხბურთელის შესახებ. ის იყო საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, სწრაფი მარცხენა ვინგერი, კარგი ტექნიკით. 2013 წლის იანვარში ის წავიდა ლეჩეში იჯარით და სწორედ ამ პერიოდში მას ბევრი გრანდი ადენოდა თვალს. მაგრამ აპრილში დრამემ გადაწყვიტა ნიგერიელი მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს აყვანა. ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელს ფული არ ჰქონდა და მომსახურების სანაცვლოდ გადაწყვიტა თავისი iPhone 5-ით გადაიხადა. გოგო ნაკმაყოფილი დარჩა, მაგრამ ფეხბურთელი არა, რადგან გადაწყვიტა რომ საჭიროზე მეტი გადაიხადა. ამიტომ დრამი დაბრუნდა, ძალით წაართვა გოგოს თავისი ტელეფონი და ასევე ფულიც, რისი გამომუშავებას გოგო იმ ღამეს მოასწრო. ფეხბურთელს გაქცევა უნდოდა, მაგრამ ის დააკავა დაზარალებულის მეგობარმა და ფეხბურთელი პოლიციელს ჩააბარა. მან მთელი ღამე განყოფილებაში გაატარა, მაგრამ რეალური ციხე არ მიუსაჯეს. ხოლო დიდი ჯარიმა, მაგრამ ამ ისტორიის შემდეგ 20 წლის ფეხბურთელის კარიერა სრულიად ჩამოინგრა. მეცხრე ადგილზე კი მიკი ტომასია. ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედში და ჩელსიში თამაში მოასწრო და 51 შეხვედრა ჩაატარა უელსის ნაკრების მაისურით. მაგრამ კარიერის მიწურულს, როცა უკვე ვრექსჰემში თამაშობდა, გადაწყვიტა განგსტერი გამხდარიყო. მიკიმ გაიცნო ხალხი, რომელიც ყალბი ფულის ბეჭდვაში ერკვეოდნენ და ყალბი კუპიურების ბეჭდვა დაიწყო. და ყველაზე მთავარი, მიკი ამ კუპიურებს არა სხვა რომელიმე ქალაქში, არამედ თავისივე კლუბში მწვრთნელებს და ფეხბურთელებს შორის ავრცელებდა. მოკლედ პოლიციამ რა თქმა უნდა ეგრევე გაიგო, საიდან გაჩნდა ქალაქში ყალბი ფული და ფეხბურთელს წელიწად ნახევარი მიუსაჯეს. ამის შემდეგ მიკიმ რა თქმა უნდა ვეღარ მოახერხა ფეხბურთში დაბრუნება. მერვე ადგილზეა დანკან ფერგიუსონი. ის იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი ფეხბურთელი. უხეშად თამაშობდა და ასევე იქცეოდა მოდნის ფარგლებს გარეთაც. სამჯერ მან შეძლო საჩივრის დარეგულირება მის მიერ ნაცემი ტაქსისტებისგან. მაგრამ მეოთხედ გლაზგო რეინჯერსის ფეხბურთელმა პირდაპირ მოედანზე გადაწყვიტა თავისი ოპონენტის ცემა. რეიტროვერსის მცველმა გადაწყვიტა ფერგიუსონთან ბურთისვით ბრძოლა და მას ეს გამოუვიდა. რის გამოც ფერგიუსონი გაბრაზდა და ფეხბურთელს თავი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა. ამჯერად თავის არიდება აღარ გამოუვიდა, რადგან დანკანმა ეს მთელი მსოფლიოს წინაშე გააკეთა. ამან ხმაური გამოიწვია და შედეგად ფერგიუსონი 3 თვით ციხეში გაუშვეს. ამის შემდეგ ფეხბურთელი ცოტათი მშვიდი გახდა და გადავიდა ევერტონში სათამაშოდ. მეშვიდეზეა ფრანგი შარლ მძომბია. 2010 წელს იგი უკვე ტოპ ფეხბურთელი იყო. რამოდენიმე წელი გაატარა პრემიერლიგაში ვიგანის და ნიუკასლის მაისურებით. ასევე საფრანგეთის ნაკრებშიც იძახებდნენ. უცნაურია, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებდა გამოცდის ჩაბარებას და მართვის მოწმობის აღებას. შედეგად ფრანგს გენიალური იდეა მოუვიდა თავში. მან გამოცდაზე საკუთარი თავის ნაცვლად მისი მეგობარი გაგზავნა, რომელიც ძალიან გავდა. ინგლისში გამოცდელები ეგრევე მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. და როდესაც ჩარლი პირადად მივიდა გამოცდის ჩასაბარებლად, იგი პოლიციამ დააკავა. ფეხბურთელი თაღლითობის მუხლით დააკავეს და ციხეში რამდენიმე დღე ჩასვეს, მაგრამ შემდეგ გირაუთი გამოუშვეს. მართალია კლუბმა მას კონტრაქტი არ გაუწყვიტა, მაგრამ კლუბში ყველა დასცინოდა. მეექვსეზეა ტომას რჟებკა. ჩეხმა მცველმა 2000-იანების დასაწყისში ითამაშა ფიორენტინაში და ვესტჰემში და საკმაოდ ძლიერი ჩეხეთის ნაკრების ძირითადი ფეხბურთელიც იყო. მაგრამ ის დაგვამახსოვრდა, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფეხბურთელი. მის ანგარიშზე 19 წითელი ბარათია. თუმცა რეალური სასჯელი ფეხბურთელმა მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ მიიღო. როდესაც მან ყოფილწლთან მორიგი კამათის შემდეგ გადაწყვიტა ინტიმური მომსახურების საიტზე რეკლამის განთავსება ყოფილი ცოლის სახელით. განცხადებას ცოლის ფოტოც დაურთო და ნამდვილი ტელეფონის ნომერი. გოგოს მაშინვე დაუწყეს პოტენციურმა კლიენტებმა რეკვა, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა. სამართალდამცავები მარტივად მიხვდნენ, ვისი კომპიუტერიდან განთავსდა განცხადება. მიუხედავად ფეხბურთელის აღიარებისა, მას რეალური სასჯელი მისცეს, რის გამოც მან ციხეში 6 თვე გაატარა. მეხუთე ადგილზეა სეზარი. ძალიან ძლიერი ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელიც ლაციოში და მანჩინის ინტერში თამაშობდა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ფეხბურთელმა ცხოვრების 4 წელი ციხეში დაკარგა. საქმე იმაშია, რომ 94 წელს ბრაზილიის პირველი კლუბი უმაღლეს ლიგაში გადავიდა. კლუბის პრეზიდენტს ისე გაუხარდა, რომ ფეხბურთელებს დაპირდა პრემიას $100,000 ოდენობით
და ფეხბურთელები შუადღით ბაზაზე დაიბარა. სწორედ ამ დროს ცეზარს გენიალური იდეა მოვიდა თავში და ფულის მოპარვა გადაწყვიტა. თავის მეგობრებს უთხრა დრო და ადგილი, სადაც უნდა მოსულიყვნენ. მათაც არ დააყოვნეს და კლუბის თანამშრომლები გაძარცვეს. პოლიცია ვერ ხვდებოდა, სად უნდა მოეძებნა დამნაშავეები, მაგრამ ყველაფერი ცხადი გახდა მეორე დღეს, როდესაც ცეზარე ვარჯიშზე მოვიდა ძვირადღირებული მანქანით. მას 5 წელი მიუსაჯეს, თუმცა 4 წლის შემდეგ გამოვიდა და დიდი ძალისხმევის შედეგად განაახლა კარიერა. მას შეძლო ლაციოში და ბრაზილიის ნაკრებში თამაში. მეოთხე ადგილს იყოფს ორი ფეხბურთელი, ფაბრიციო მიკოლი, იტალიელი თამაშობდა იუვეში და ფიორენტინაში, ასევე იტალიის ნაკრებშიც და კარიერაში 200-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. მაგრამ 2010 წელს მან მეგობარს ასესხა 12,000 евро ღამის კლუბის გასახსნელად. მეგობარს ბიზნესი ჩაუვარდა და ვალის დაბრუნება ვერ შეძლო. მიკოლიმ ბევრი არ იფიქრა და ადგილობრივ მაფიას მიმართა ფულის დასაბრუნებლად. შედეგად ფეხბურთელმა თავის ფული დაიბრუნა, მაგრამ მაფია ძალიან ხისტად მოქმედებდა. ამიტომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რომელიც რამოდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. რის შედეგად ფაბრიციოს 3 წელიწად ნახევარი მიუსაჯეს. ეს მას დაემართა 12,000 ევროს გამო, რომელსაც ის ერთ კვირაში შეულობდა. აკი მცირე ჩართვა, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. დღევანდელ ვიდეოში ჩავსვით ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები, მაგრამ მეტად სახალისო ისტორიებით. მაგრამ ეს ვიდეო თუ 500 ლაიქზე, აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო ცნობილ ფეხბურთელებს, მაგალითად დეხია, ნაინგოლანი ან რონალდინიო. ამიტომ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და 500 ლაიქზე ამ ვიდეოს მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ. მესამე ადგილზეა ბრანდაო, შახტარის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, მარსელის და სენტ-ეტიენის ექს-ფორვარდი. 2014 წლის ზაფხულში ის გადავიდა ბასტიაში, რომელიც იმ დროს ლიგა 1-ში თამაშობდა. პესაჟესთან ბრანდაოს გუნდმა 0-2 წააგო. ფეხბურთელი ძალიან გაბრაზებული იყო, რადგან ვერაფერი მოუხერხა ტიაგო მოტას. ამიტომ ბრაზილიელს გენიალური იდეა მოვიდა თავში. მან გადაწყვიტა მოტასთვის ცხვირი გაეტეხა. ბრანდაო იმ თამაშში შეცვალეს, მაგრამ იგი სპეციალურად რამოდენიმე წუთი ელოდებოდა მოტას, რათა დაერტყა მისთვის ცხვირში და გაქცეულიყო. შედეგად ფეხბურთელს მიუსაჯეს 1 თვე ციხე და 6 თვიანი დისკვალიფიკაცია. მეორე ადგილზეა ისევ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბრენო. 2011 წელს 21 წლის მცველის კარიერა ჯერ კიდევ იწყებოდა. იგი ბაიერნმა იყიდა და საკმაოდ კარგი კონტრაქტის დაუდო. ის ხშირად ძირითადში გამოდიოდა. გერმანიის ჩემპიონიც კი გახდა. ერთ-ერთ საღამოს მან გაიგო, რომ საკუთარი სახლი 1 მილიონ ევროდ იყო დაზღვეული ხანძრისგან. ამიტომ გენიალური იდეა მოვიდა თავში და გადაწყვიტა ეს სახლი დაეწვა და მარტივი მილიონი ეშოვნა. ის დათვრა და ასეც მოიქცა. მაგრამ პოლიციამ მარტივად გამოეძია თაღლითობა და ფეხბურთელი თითქმის 3 წლით ციხეში წავიდა. რა თქმა უნდა, ბაიერნმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ციხის შემდეგ მხოლოდ ვასკო და გამაში შეძლო თამაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა სისულელე გააკეთა. ის უკვე ბაიერნში თამაშობდა და სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ისედაც მიიღებდა მრავალ მილიონიან კონტრაქტს, მაგრამ კარიერის საუკეთესო წლები ციხეში გაატარა. და პირველი ადგილი, რენე იგიტა. კი, ცნობილი მეკარე ბომბარდირი და მეკარე, რომელიც ბურთებს სკორპიონის დარტყმით იგერიებდა. 90-იან წლებში იგი დასახელდა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად და ამავე დროს მეგობრობდა მთავარ ნარკობარონთან ისტორიაში პაბლო ესკობართან. რენემ ერთხელ მარტივი ფულის შოვნა გადაწყვიტა. მან ცადა კურიერის როლი შეესრულებინა. გადასცა ესკობარს სხვა ნარკობარონისგან კარლოს მოლინასგან გამოსაწყიდი თანხა. ამისთვის იგიტას უნდა მიიღოს $64,000. იმ დღეს რენემ ვარჯიში გამოტოვა, თუმცა პოლიციამ შეძლო ჩარევა გამოსაწყიდის გადაცემის პროცესში. ის დააკავეს თანამონაწილეობის გამო და ციხეში 7 თვით წავიდა. სწორედ ამიტომ მას მოუწია 94 წლის მუნდიალის გამოტოვება. შემდეგ რენე გამოუშვეს, ხოლო ესკობარი მოკლეს. ამიტომ იგიტას კურიერის კარიერა დასრულდა, რის გამოც შეძლო ფეხბურთის ლეგენდა გამხდარიყო. კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი ფეხბურთელი მოიქცა თქვენი აზრით ყველაზე სულელურად. არ დაგავიწყდეთ 500 ლაიქზე, შემოგთავაზებთ ამ ვიდეოს მეორე ნაწილს. ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი და შეხვედრამდე.